შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო და სტუდია კოცსი წარმოგიდგენთ. ირაკლი ლომოური, შემთხვევა. ეს მოხდა 1982 წლის 21 მარტს, კვირას, დღის 3 საათზე მეტროში გაჩერებაზე პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ბაქანზე 20 კაცამდე თუ იქნებოდა. სამწუხაროდ ზუსტი რაოდენობა შემდგომმა კვლევა-ძიებამ ვერ დაადგინა. ამ ამბის თვითმხილველთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ თავიდანვე 19 იყვნენ, მაგრამ ზოგიერთი ცნობით თავდაპირველად 20 კაცი იყო და მერე ერთი უკვალოდ გაქრა. ასეა თუ ისე, ჩვენ ხელთა გვაქვს 17 მგზავრის და მეტროპოლიტენის 2 მუშაკის ჩვენებები. სამ საათზე და პირველ წუთზე მატარებელი გავიდა სადგურ წერეთლის მოედნისაკენ. 3 საათზე და 2 წუთზე იმავე ხაზზე გვირაბიდან გამოჩნდა მატარებლის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მომავალი პროცესია. ლიანდაგზე აკლემების ქარავანი მოდიოდა. წინ მედიდურად და ამაყად მოაბიჯებდა ლამაზად მორთული ერთკუზიანი თეთრი აკლემი. თეთრ ხილაბანში გახვეულ მხედარს მაღლა აწვდილ თითქოს გაშეშებულ ხელში ნახევარმთვარის მოყვანილობის მბზინავი ხმალი ეჭირა. შავგვრემან სახეს პირბადე უფარავდა. იერი 7 და კაცრი ჰქონდა. მას მოხვებოდნენ ძიმედ დატვირთული ჩვეულებრივი ორკუზიანი აკლემები, რომლებსაც როგორც ჩანს, რიგითი ბედუინები მართავდნენ. სახეებზე გულგრილ გაყინულ თავდარწმუნებასთან ერთად დაღლაც ეტყობოდათ. ძლავრად და სწრაფად მოდიოდნენ. სულ 10-დან 30-მდე აკლემი იყო. ამ საკითხში ჩვენებები მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. უკანასკნელ აკლემს თავიდან მხედარი თითქოს არ ჰყოლია, შემდეგ კი გაუჩნდა. ესეც გაურკვეველი მომენტია. ქარავნის ფეხის ხმა ყრუდ გაფრუნივით ისმოდა. დადგა ზოოპარკის, ოფლის მძაფრი და ჟავე სუნი. სამ საათზე და 4 წუთზე ქარავანი გვირაბში გაუჩინარდა. სამ საათზე და 5 წუთზე ჩამოდგა მატარებელი, რომელიც რასაკვირველია არავის არ დასჯახებია და რომლის მემანქანეს და მგზავრებს არაჩვეულებრივი არაფერი შეუმჩნევიათ. ბაქანზე მყოფი 19 ადამიანი მარმარილოს ქანდაკებების სკულპტურული ჯგუფის შთაბეჭდილებას ტოვებდა, როგორც ფერით, ასევე გახევებულობით,
სიცოცხლის ნიშანწყალი პირველს დაეტყო ვინმე გაიოს გობრონის ძე გიგაურს 34 წლის უმშევარი გამოუსწორებელი ლოთი და მუქთაღორა ნასამართლევი წვრილმანი ხულიგნობისათვის რომელიც ექსპერტიზის დასკვნით იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში 3 საათზე და 6 წუთზე მან აუტანელი ხარხარი ატეხა ნანახი ალკოჰოლით გამოწვეული ჰალუცინაცია ეგონა იცინოდა გაუჩერებლად 25 წუთის განმავლობაში შემდეგ გული შეუწუხდა ამ საზარელი ხმის გაგონებაზე მოქალაქე ზინაიდა ტერენტის ასულ ჯანიაშვილს 37 წლის ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ლაბორანტს გაუთხოვარს დაეწყო ისტერიული კრუნჩხვები და შობიარობა უნდა აღინიშნოს ჯანიაშვილი ამტკიცებს თითქოს იგი არამცდუ ფეხმძიმედ არ ყოფილა, არამედ ქალწული იყო. ამ დროს მოქალაქე როზა რობერტის ასული გაგლოევა 51 წლის დიასახლისი გონება მიხდილი ძირს დაენარცხა და თავი გაიტეხა. ახლა გაგლოევა უჩივის მეტროპოლიტენის სამმართველოს, მოითხოვს ფულად კომპენსაციას 50 მანეთის ოდენობით. თუმცა კომოციო ტვინის შერყევა სუსტი ფორმისა მიიღო. მატარებლიდან გადმოსული მგზავრები დაუყოვნებლივ მისცივდნენ ჯანიაშვილსა და გაგლოევას კეთილშობილი სურვილით აღმოეჩინათ პირველადი დახმარება, მაგრამ აქ მათი ყურადღება მიიპყრო და შეაფერხა შემდეგმა ფაქტმა. ერთდროულად კიდევ 14 მოქალაქეს წაუვიდა გული. 8 ქალსა და 6 მამაკაცს, ხოლო ვინმე პავლე მიტროფანეს ძე პეტროვი 67 წლის პენსიონერი მუხლებზე დაემხო და ხურვალე ლოცვა და ქვითინი მორთო. თან კერტში გამეტებით იცემდა მჯიხს. ჯუმბერ მარლენის ძე ქობულაშვილი 42 წლის პარტიული თბილ-კოოპ ვაჭრობის ნომერ 20 მაღაზიის გამგე ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ დაიბნა. მოქალაქე მერაბ ზურაბის ძე ზურიკაშვილი 26 წლის კომკავშირელი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი, რომელიც ის იყო ბაქანზე გამოვიდა და რომელიც მართლაც რომ ქების ღირსია, მან სწრაფ გამოიძახა მილიციაცა და სასწრაფო დახმარებაც. შემდეგ შეძლების დაგვარად მიეხმარა ჯანიაშვილს. ნახევარ საათში 19-ვე დაზარალებული და ახალშობილი ბიჭი 4 კილოგრამი მორიგე საავადმყოფოში მოათავსეს. აღიძრა საქმე და დაიწყო ძიება. ოპერატიულმა ჯგუფმა კაპიტანმა ამირან ტოროშელიძის მეთაურობით
შეისწავლა შემთხვევის ადგილი და აღმოაჩინა პირველი და როგორც რამდენიმე დღეში გახდა ცხადი, ერთადერთი მატერიალური საბუთი, რომელიც გარკვეულწილად ადასტურებდა 19 მოქალაქის მონათხრობს. მოშავო მოყავისფრო ფერის, ძაფრი, არასასიამოვნო სუნის მქონე, ყრივი კონსისტენციის ნივთიერება 500 გრამი. საგანგებო კომისიამ, რომელშიც შევიდნენ სპეციალისტები სხვადასხვა კომპეტენტური უწყებებიდან, გულმოდგინე ანალიზის შემდეგ დაასკვნეს, რომ ეს იყო საქონლის ჩვეულებრივი ექსკრემენტი, ანუ ნეხვი. სავსებით დასაშვებია აკლემისაც. დეტალური და ჯვარედინი დაკითხვის შედეგად აღდგა, უფრო ზუსტად რეკონსტრუირებულ იქნა შემთხვევის სურათი, მისი თანმიმდევრობა და ხანგრძლივობა, მაგრამ ამან სამწუხაროდ ნათელი ვერ მოჰფინა უჩვეულო ინციდენტს. გამოძიების მსვლელობისას ბევრი საინტერესო ფაქტი ამოტივტივდა, თუმცა არც ერთი მათგანი 21 მარტს მომხდარ შემთხვევას უშუალოდ არ ეხებოდა. ასე მაგალითად, ქობულაშვილმა გულახდილად აღიარა სამრეწველო საქონლის დატაცების მრავალრიცხოვანი შემთხვევა. გიგაური გამოტყდა ფულის გამოძალვის მცდელობაში. ყარალაშვილმა აღიარა სისტემატური მექრთამეობა. ლაბაძეს ჰყოლია 4 ცოლი რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონებში და ასე შემდეგ თითქმის ყველას აღმოაჩნდა სათქმელი და მოსანანიებელი. უნდა ვივარაუდოთ, ასეთი უპრეცედენტო გულახდილობა გამოიწვია ნერვიულმა შოკმა. ვერაფრით ვერ გაირკვა ყველა მცდელობის მიუხედავად, არსებობდა თუ არა ამ ამბის მე-20 მონაწილე და თუ არსებობდა, სად გაქრა? მოქალაქე ირინე გრიგოლის ასული დვალიშვილი, 19 წლის, კომკავშირელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელმაც ყველაზე სრულად აღწერა მისი გარეგნობა, მაღალი, გამხდარი, გაბუძგნული შავი თმებით, გაუპარსავი, ჯინსებიან ტყავის ქურთუკიანი 20-22 წლის. ამტკიცებს, რომ უცნობი ქარავანს გაჰყვა, მაგრამ დანარჩენი ჩვენებები ამას უარყოფენ. კომისიამ და სპეციალურმა ჯგუფმა 3 თვის მუშაობის შემდეგ ფენომენი მასობრივი ჰიპნოზით ახსნა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ვერ მიუთითებს გვირაბში ექსკრემენტის გაჩენის დამაჯერებელ მიზეზს. საქმე დაიხურა და არ
არქივს გადაეცა. ქალაქში მითქმა-მოთქმა და ჭორები კიდევ დიდხანს ვრცელდებოდა. ზოგიერთი ამ ამბავს პლანეტების აღლუმს აბრალებდა, ზოგი ინფრაბგერებს და ზოგიც ბერმუდის სამკუთხედს ან მფრინავ თეფშებს. ნელ-ნელა 19-ვე მოქალაქე დაუბრუნდა ჩვეულებრივ ცხოვრებას, დრომ და განსაკუთრებულმა მკურნალობამ თავისი გაიტანა, დანაშაულებანი აპატიეს, გაითვალისწინეს რა დაზარალებულთა მძიმე სულიერი მდგომარეობა. გიგაური გამოსწორდა, ქობულაშვილიც, ყარალაშვილიც, ლაბაძეც და სხვებიც. მხოლოდ გაგლოევას არ ეშველა არაფერი, კვლავ ჩივის და მოითხოვს ფულად კომპენსაციას 500 მანეთის ოდენობით. ჯანიაშვილის ბავშვი, რომელსაც რატომღაც მაჰმუდი დაარქვა, შვენივრად გრძნობს თავს, თუმცა უმამოდ კი იზრდება, ყველანი კარგად არიან. მხოლოდ მეტროს ერიდებიან და აღარ სარგებლობენ მიმოსვლის ამ სწრაფი, იაფი და მოსახერხებელი საშუალებით, თუმცა ეს არცაა ალბათ გასაკვირი. არის გამონაკლისიც, თვალიშვილი ყოველდღე ჩადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაქანზე და დიდხანს რჩება იქ უსაქმოდ, თითქოს ვიღაცას ელოდება. ვის ელოდება? ან რას ელოდება?